მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მე გახლავთ ჟურნალისტი რუსი კომუნალაძე, გადაცემა რაკურსის სტუმარი. დღეს არის მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ზურაბ ტყემალაძე. ბატონი ზურაბ, დიდი მადლობა რომ მობრძანდით იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. მოგესალმებით პირველ რიგში, შემდეგ კი მინდა მამამცემლის დამაყურებელს უთხრა, რომ საბოლოოდ გაფორმდა თქვენ ქართულ ოცნებასა და მრეწველებს შორის ასე ვთქვათ ზეპირი შეთანხმება და ისინი არიან უკვე კოალიციაში. ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელებისთვის რა ფორმით და როგორ იმუშავებენ ისინი ამ კოალიციაში. ბატონ ზურაბ, აი როგორ პარტიით შევედით, რაც მთავარია, და ზოგიერთობებით სახელმწიფოებით არა. პირველ რიგში მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ვესალმები ტელემაყურებლებს, თქვენს მსმენელებს. კიდევ თქვენს მიერ დაანონსებულს დავუმატებ, ბუნებრივია, ჩვენ გავერთიანდით, ვართ კოალიცია ქართული ოცნების წევრი, როგორც პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ეს სუბიექტი და ეხლა უკვე არის ის პროცესი, უბრალოდ დაიწყო ინტეგრაციის პროცესი, რომ მოხდეს რაღაცერად კი არა, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ჩართვა ამ საერთო საქმიანობაში. ჩვენ საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობები ყავს რაიონებში, ყავს არიან პირველადი ორგანიზაციები, პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეები. რამდენი ინარჩუნებთ ბატონო ზურაბ, იმიტომ რომ თქვენ და ახალ მემარჯვენეებს ყველაზე ძლიერი რაიონული ქსელები ქონდათ პარტიული ორგანიზაციების თვალსაზრისით. დღემდე თუ ინარჩუნებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ბევრმა პარტიამ სწორედაც რომ დახურა დაუფინანსებული დროის გამო თქვენ გასაგებია ხართ მრეწველები და მე მინდა გითხრათ, აქ ცოტა ორიგინალური არ ვიქნები ალბათ, მაგრამ განსხვავებული პოზიცია გვაქვს ჩვენ ყველა პარტიასთან მიმართებაში და მათ შორის ალბათ ახალ მემარჯვენეებთან მიმართებაშიც. ჩვენ ამ პირველადი ორგანიზაციებს რომელ რაიონშიც ყავთ, ეს არის საკმაოდ 50-ზე მეტი რაიონი, 53 რაიონი. დღემდე ვინარჩუნებთ, დიახ. ვერ ვიტყვი იმას, რომ დაუფინანსებლობის გამო ზოგიერთება დახურეს, სწორედ იმათმა დახურეს, ვინც აფინანსებდა და დროებითი ღონისძიება იყო, ჩვენ არასდროს არ დაგვიფინანსებია. მინდა გითხრათ, ჩვენი პირველადი ორგანიზაციები, ეს არიან ჩვენი მხარდამჭერები, ესენი არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამოაზრეები, რომლებიც ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე, დიახ, და ძირითადად რა თქმა უნდა, ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე, დაინტერესება რა თქმა უნდა ყველა საქმიანო შესაძლებლობები გამომდინარე იციან და ისინი ჩვენს გვერდში დგანან უკვე აგერ 1999 წლიდან. ანუ ერთგული ელექტორატია. რა თქმა უნდა, ერთგული ელექტორატია, ანუ ვისაც ერთგულება უნარჩუნდება და ესეთი საკმაოდ არის, მინდა გითხრათ, რასაც ერთგულად განან ჩვენს გვერდში. ხოლო ის პარტიები ალბათ მე არ ვიცი, ხა ვერც დავასახელებ ერთ პარტიებს და ვერცებზე ვერ ვიტყვი, რომელსაც გარკვეული პირობების დროს თუ მათ დაფინანსებით ყავდათ ეს ხალხი და არა ერთგულების კუთხით, ბუნებრივია თუ შეუწყდებოდა ისინიც გადავიდოდნენ სხვა სამუშაოზე და სხვაგან მოინაცვლებდნენ. მე ამით იმას არ ვიძახე, რომ ჩვენები არ გადასულან, შეიძლება ზოგიერთი ჩვენიც გადავიდა, სხვაც გადმოვიდა ჩვენთან, მაგრამ აი მინდა ვთქვა და კიდევ დიდი მადლობა მოვუხადო მათ, ყველა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ყველა რაიონული ორგანიზაციის აქტივისტ და აქტივისტ წევრებს ჩვენსას, რომლებიც დღემდე ჩვენთან საკმაოდ მტკიცეთ და ერთგულად განან. ძალიან კარგი. კოალიციაში საქმიანობა თქვენ და ქრისტიან-დემოკრატები აშვეშე კონსერვატორებს მხოლოდ ორ პარტიას გაქვთ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში. დავნიშნოთ კომისიის წევრები. კომისიის წევრები. დანარჩენს არცაც არ აკა. ეს სხვათა შორის ძალიან სერიოზული ინვესტიციაა თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ იმ არჩევნების შედეგების გაკონტროლება, იქ ხმების დათვლაზე კონტროლი. რა თქმა უნდა, საკმაოდ სერიოზული მომენტია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იქ მარტო კომისიის წევრების დანიშვნაზე არ არის საუბარი, იქ არის უფასო საეთერო დრო, როგორც კვალიფიციურ სუბიექტთან მიმართებაში, იქ არის როგორც კვალიფიციურ სუბიექტთან მიმართებაში, იცით, ეხლა საკანონმდებლო ცვლილება იყო მიღებული და ფინანსირდება ასევე ყველა საუბნო კომისიაში წარმომადგენელი 50 ლარით ერთჯერადაც საუბნო კომისიაში წარმომადგენელი ეს კომისიის წევრების გარდა და ბუნებრივია ეს შეიძლება ზღვაში წვეთია იმ პირობებთან მიმართებაში, რა პირობებიც შეიძლება არჩევნები ჭირდება და ვისაც რა შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ მოგრძალებული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული შენატანი იქნება. ბატონო ზურაბ, მე ძალიან მინდა გადაცემის განმავლობაში დიდი დრო დავუთმოთ თემას, ფაქტობრივად დავიხეთ უკან და გავიხსენოთ რვიანის, რომლის შემადგენლობაში თქვენ არ იყავით, მაგრამ იყავით ერთ-ერთი პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ხელისუფლებასთან შეთანხმებას საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, რასაც არ მოაწერა 6-იანმა გადარჩენილმა, 6-იანმა ამ რვიანიდან რაც დარჩა.
ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია თქვა, უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ თქვა, რომ მაშინ თქვენი ნაბიჯი იყო სწორი და განხორციელდა თუ არა ამ კომისიის ფარგლებში ისეთი ნაბიჯები, ან შეიცვალა თუ არა კანონმდებლობა ისე, რომ და საარჩევნო გარემო ზოგადად წაადგეს. მოგახსენებ ჩემო ბატონო, მე მიმაჩნია რომ ჩვენი დღემდე გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკაში არასდროს არ ყოფილა მცდარი და არასდროს არ ყოფილა შეცდომით. მე ამას კაფიოთ მინდა ეს პოზიცია დავაფიქსე თუ ასეთი რამ მოხდება აუცილებლად გამოვალდა პირველი მეთონე ვიტყვი რომ აქ მოხდა შეცდომა და ასე შემდეგ. გავიხსენოთ ალბათ რვიანის მოღვაწეობაც სხვათა შორის ალბათ თქვენ და ყველა მსმენელსაც და მაყურებელსაც კარგად ახსოვს რომ როცა რვიანი ამ ესე ვთქვათ კონსულტაციებში ჩართული იყო, მაშინ ხმაური მიმდინარეობდა მხოლოდ რვიანზე, თითქოს რვიანის გარდა იქ არავინ არ ყოფილა. მაგრამ ესეთი ნამდვილად არ იყო, იმიტომ და არც არავინ აქტიურობდა ფაქტობრივად. ასე ჩანდა. ესე ჩანდა. იმასაც გეტყვით რომ რვიანის შემადგენლობაში ჩვენ თავის ძოზე რა თქმა უნდა შემოთავაზება ქონდა, მაგრამ არ შევედით. არ შევედით ერთი ელემენტი. ხო, საინტერესო ბიძინა ივანიშვილმა შეკყარათ, მაშინ თქვენ არ შეიყარეთ, მაგრამ ახლა შეკყარათ. კი, მოგახსენებთ, უყოლებ მაგაზიც მოგახსენებთ და აუცილებლად ვიტყვი გულახდილად ყველაფერზე. რატომ? იმიტომ რომ მაშინ რვიანს ქონდა ესეთი, ესე ვთქვათ, წესი წესდებასავით შემუშავებული პირობები თანამშრომლობის, რომ თუ ამ ცხრიანში თუ ჩვენ შევიდოდით, რა თქმა უნდა, ცხრიანის შემადგენლობაში უმრავლესობა გადაწყვეტავდა ამა თუ იმ საკითხის აუცილებლობას, უმცირესობაში დარჩენილი, ანუ 5 პარტია თუ გადაწყვეტავდა, 4 პარტიასაც ესე ვთქვათ, უაპელაციოდ უნდა დაეჭირა მხარი. ამაზე მე წინააღმდეგი წავედი ჩვენი პოლიტიკური ძალა და ვთქვით, რომ ამით გარკვეულად შეიზღუდებოდა ჩვენი თავისუფლების ხარისხი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაშიც სწორი ვართ, იმაში უნდა ვთქვათ, რომ ესეა და იმას დაუჭიროთ ხარ, რაშიც არა ვართ სწორი, იმასაც უნდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა მათ შევყიდით, რომ ვითანამშრომლობთ ყველა თემატურ თემებზე, მაგრამ იმ რვიანში მონაწილეობას ვერ მივიღებდით. Ну, იცით რვიანი მე გახდა 6-იანი, მე საერთოდ გაეთიშა ამ პროცესს. ეხლა თქვენც ახსენეთ და ამას წინათ მახსოვს ერთ-ერთი მეორე არხზე დიახ, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ყოფილი ნუღაიდელის პარტიის ახალი ხო, იმათო საკმაოდ კრიტიკულად მომართეს მე ახლა მე არ მინდოდა რა თქმა უნდა გავცე, მაგრამ აი ზურაბ ყემალაძემ ხელი რომ მოაწერა, ამას რატომ მოაწერა? ერთი მინდა მის გასაგონად თქვა რომ ზურაბ ყემალაძეს ხელისუფლებასთან კი არა, იმ დოკუმენტზე ხელი არა აქვს მოწელი. პარტიას კი ჩვენმა წარმოადგენელმა ჩემის ნებართვით რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ანუ აქედან იმის თქმა მინდა რომ ის არის ის დოკუმენტზე ვინ მოაწერა ხელი კონკრეტულად ვინ არა. და მეორეც ის არ იყო არავითარი შეთანხმება და არავითარი. ჩვენ იმ მომენტში, რასაც მივახციეთ, იქ იყო 6 პუნქტი. რასაც მივახციეთ იმ 6 პუნქტს, იმ 6 პუნქტის შესრულებაზე, ანუ პირიქით იქ აიღო ჩვენი მოთხოვნა დაფიქსირდა და ხელისუფლება აიღო ვალდებულება, რომ იმ 6 პუნქტში მოახდენდა ცვლილება საკანონმდებლო ცვლილებას. მეტი რომ ის ამით ამოიწურა და ამით გაკეთილშობილდა და ძალიან კარგი საარჩევნო კანონმდებლობა არის, ეს მაშინაც ვაფიქსირებდით თქვენი ეთერის საშუალებითაც დავაფიქსირეთ და ყოველთვის რომ ეს არ ნიშნავს სრულ სიამოვნებას, ბუნებრივია საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისათვის ბევრი რამ არის კიდე გასაკეთებელი და ძალიან კარგი იქნებოდა თუ კიდე გაგრძელდებოდა ამ მიმართულებით მუშაობა. თქვენ იცით ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მაშინ წინააღმდეგი იყო, ზოგი გაეთიშა, ზოგი ადრე, ზოგი გვიან. მაგრამ დღეს ყველა საუბრობს კიდევ იმაზე, რომ აი საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია. კი ბატონო, დასახვეწია და მაშინ დავждეთ და დავხვეწოთ ხომ? ანუ აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ვერაფერ კანონმდებლობაში ცვლილებას ვერ შევიტანთ. თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლებიდან რაღაცა ნაბიჯი არ იქნა გადმოდგული, იმიტომ რომ უბრალოდ ისინი ღებულობენ საკანონმდებლო ინიციატივით, ისინი ჩედიან და საკანონმდებლო ესე ვთქვათ დასტურს თქვენი კომენტარი მე ეს გაზეთში დავწერე, შემდეგში მაშინმა მითხარით, როდესაც პირველად ბაქრაძესთან შეიკრიბეთ ყველანი ერთად საარჩევნო გარემოზე სამუშაოდ, თქვენ მაშინ მითხარით, რომ საბოლოო ჯამში გადამწყვეტი სიტყვა ექნება ხელისუფლება ზუსტად ეს და ასე რომ მოგვიწევს ფაქტობრივად. ძალიანაც რომ არ ბოდიში და არ გავიქაჩო და არ
დავიწყოთ. კიცება ბულებრივია, მათ უნდა გადაწყდნენ, მათ უნდა აწიონ, ხელი მათ უნდა დააჭირონ. თუმცა ბრძოლა უნდა რომ ხელისუფლებას რაღაც მომენტამდე. რა თქმა უნდა, ამას უნდა ბრძოლა და ჩვენთან ხანდახან ხშირად ოპოზიცია მე ერთმანეთს უპირისპირდება, ის სწორია, ეს მართალია, ის არ არის, ეს არის და ამ დაპირისპირებაში ხელისუფლება ყოველთვის სარგებლობს, ხომ სწორია რა? მოდით, ჩვენ მიზანი ყოველთვის არის ნებისმიერი მოლაპარაკებები, ნებისმიერი კონსულტაციების დროს მივახციოთ თუნდაც რაღაც გარკვეულს, მაგრამ მივახციოთ და დავძლიოთ. ის 6 პუნქტი რაღაც გარკვეულად დაძლეული იყო, თუმცა ერთი მე შეიცვალა ის რაოდენობის ცვლილებასთან დაკავშირებით, იცით? ესეც რაღაც სხვა ოპოზიციური პარტიებიდან გამომდინარე, მაგრამ კი ბატონო, ესე ურჩევნიათ, ესე იყოს, კი ბატონო, იყოს ესე. რაც თავარია, ყოველთვის საუბრობთ და ყოველთვის ვიზახებთ ჩვენი პოლიტიკური ძალა. არასდროს არ ყოფილა მომხრე არავითარი აჯანყების, რევოლუციის და ძალადობის. საარჩევნო პარტია იყავით ყოველთვის. ყოველთვის ვიყავით და ყოველთვის ჩვენ არ მეგვიღია მონაწილეობა, მინდა გითხრათ. არც პუტჩის დროს, ესე ვთქვათ 90-იან წლებში, არც ვარდების რევოლუციის დროს, ჩემო ბატონო, არც თავის დროზე სამხედრო საბჭოს მოღვაწეობაში და მის ესე ვთქვათ ქმედებებში დადებითი თუ უარყოფითი და უარყოფითი იყო იცით ყველაფერი. ჩვენ ყოველთვის ვართ იმის მომხრე, რომ მოლაპარაკების საარჩევნო გზით მოხდეს ცვლილებები. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ბატონები ძინას სწორედ აი ეს პოზიცია მინდა გითხრათ, რომელმაც იგივე ბრძანა და გამოვიდა იმ ინიციატივით, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ყოველგვარი რევოლუციების გარეშე, ყოველგვარი თოფისროლის გარეშე, ყოველგვარი გადამეტებების გარეშე ჩვენ მივახციოთ ყველაფერს არჩევნების გზით. მივახციოთ ძალიან კარგი იქნება. თუმცა ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აღიარებს უკვე რამოდენიმეჯერ გააჟღერა მან ეს გამოცემებში ინტერვიუს მიცემის დროს რომ ეს ხელისუფლება მანაც იცის რომ არ წავა სისხლის გარეშე. თუ ბიძინა ივანიშვილი გავა ქუჩაში, გაყვება მრეწველების პარტია? არა, იცით რა შეასრულე, მოდით ესე ბოლომდე შეინარჩუნებთ ერთობას კოალიცია, თუ დაუშვათ მოგიწიათ გაყალბებული არჩევნებზე რეაგირება. ყოველთვის აქამდე ესე იყო, რომ არათროს არ უღალატია ციტყვისთვის და ყოველთვის ინარჩუნებენ ესე თქვა თავის პოზიციას. მაგრამ მე მინდა გითხრათ თქვენ, არასდროს არ უთქვია თუ ცდები გამახსენეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ოპოზიციის მხრიდან, მისი მხრიდან იქნება გინდაც ძალადობის, გინდაც სისხლისღვრიის რაიმე მაპროვოცირებელი ქმედება. ის რომ ქუჩაში შეიძლება გავიდეს, მშვიდობიანი მანიფესტაცია ჩატარდეს, მშვიდობიანი მოთხოვნა ჩატარდეს, ეს არის აბსოლუტურად კონსტიტუციის ფარგლებში, ეს არის აბსოლუტურად კანონის ფარგლებში და ეს ნებისმიერ დროს შესაძლებელია. აი ძალადობის მოწოდება არ უნდა იყოს, დამხობის მოწოდება არ უნდა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ დავუშვათ და ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ მართლა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, მე ვიცი რომ არ გიყვართ რაღაც პროგნოზების კეთება და წინასწარმეტყველება, თუმცა მაინტერესებს განწყობა და ამიტომ ალბათ მსმენელსაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ზუსტად ისე მოუწია ხელისუფლებაში მოსვლა, როგორც ეს მოახდინა სააკაშვილმა ხავერდოვანი რევოლუციით. ბოლომდე გაყვებით თქვენ მრეწველები. არა, ხავერდოვანი რევოლუცია თუ მოხდება, ამაში პრობლემა არაფერი არ არის, მაგრამ მისი პროგნოზირება, რომ რევოლუცია იქნება ხავერდოვანი, არავინ არ იცის. და მაშინ თუ ოპოზიცია და ხელისუფლებაში მყოფნი სხვადასხვა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მყოფნი განსხვავებული პოზიციების მქონე იყვნენ, არა ოპოზიცია აგრესიული იყო და ხელისუფლება უფრო ნაკლებად ჩემო ბატონო და არ წავიდა. დღეს შეიძლება პირიქით იყოს და აქედან გამომდინარე უფრო მეტი დაფიქრება და უფრო მეტი გონიერება ჭირდება ამ ნაბიჯის გადადგმას. პროგრამა მაქსიმუმი მაშინ რასაც გინდათ მიაღწევთ, იმიტომ რომ ხელისუფლება ასე ადვილად არჩევნებს არ გაგიწევთ. ბევრი პარტია უნდა შეხვიდეთ და ბევრი ადგილი იქნება გადასარწმუნებელი ბლოკის სიაში. მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, პროგნოზი არის ის და ჩვენი მიზანიც და ჩვენი გაერთიანებაც კოალიციაში, როგორც შემოთავაზებაც იქიდან და ასევე ჩვენიდან თანხმებაც და ჩვენი გაერთიანებაც ემსახურება ერთ დიდ მიზანს. მოვიდეთ ხელისუფლებაში, შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეთ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში მოსული სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ვინც კოალიციაში შედის და არა მარტო ისინი, რა თქმა უნდა, ვინც საერთოდ არსებობენ, მე მიმაჩნია, რომ უნდა და ჩვენ მიგვაჩნია, ბოდიში მე კი არა, ჩვენ პოლიტიკურ ძალას მიაჩნია და მეც რა თქმა უნდა მათ შორის, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს კოალიციური პარლამენტი, კოალიციური მთავრობა და აზროვნება იმისი, რომ
აი ჩვენ ვართ უმრავლესობაში მოსული და ჩვენი პარტია წვიტავს ყველაფერს და ბოდიში და თქვენ დანარჩენს არავინ არაფერი არ გეკითხება და მაშინ მოგეკითხებათ როცა თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში ეს მიდგომა არ არის სწორი. არ არის, მაგრამ აი ამ მიდგომა გვაქვს რეალურად ბატონო, ამას შეცვლით ამის რეალური შანსი. მოგახსენებთ რა. ეს მიდგომა გქონდა, ეს მიდგომა ვითომ არ იყო მოწონებული თავის ძოზე, მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ იგივე განხორციელდა. ამიტომ მოხდა როგორც ეთყობა იმ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების მერე იმ ვარდების რევოლუციის მონაწილე პარტიების გამოსვლა ჩემო ბატონო, დიახ. და ეხლა ახალი კოალიციის შექმნა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით რომ ის კოალიციური ერთობა შევინარჩუნოთ და არა ერთპარტიული მექანიზმზე გადასვლა, ხო? და თუ არ მოხდება საკითხებზე თანხმობა ანუ ბატონო გარკვეულ საკითხებზე თანხმობა რა თქმა უნდა გარკვეულ საკითხებზე რა თქმა უნდა თანხმობა და ეხლა ძალიან შორსავარ იმ აზრისაგან რომ ოჯახში ყველა ერთ პოზიციაზე საუბრობდეს და ოჯახში ყველას ერთი ადამიანი უყვარდეს არა არსებობს განსხვავებული პოზიცია არსებობს განსხვავებული ესე ვთქვათ სიმპათიები და არსებობს განსხვავებული შეხედულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ მაგრამ თავარი ის არის კოალიციურად შეთანხმებით მსჯელობით მაქსიმალური კონსენსუსით თუ არა უმრავლესობით მიღებული იქნას ის გადაწყვეტილება კოალიციაში როგორც მთავრობაში ასევე პარლამენტში რომელიც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება და ჩვენ მიგვაჩნია და ჩვენ გონია რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ მიმართულებით თავის გარკვეულ წვლილს შეიტანს იმიტომ რომ ჩვენ ვართ მოწადინებული სხვებთან ერთად რა თქმა უნდა რომ ყველაფერი გაკეთდეს ის რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება ყველაფერი გაკეთდეს ის რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის იქნება საჭირო ამაზე ვსაუბრობთ ამდენი ხანი თუ მოვახერხებთ ამჯერად კიდევ რაღაცა თუნდაც პატარა აგურის დადებას თუნდაც რაღაც ერთი შენობის აშენებას ამ მიმართულებით ხო რა თქმა უნდა ვიქნებით კმაყოფილი მაგრამ თუ მივახციეთ იმას და თუ მოვახერხეთ რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი ისე იქნა წარმართული და ისე იქნა განხორციელებული როგორც ჩაფიქრებულია მხოლოდ მადლობის მეტი რა უნდა გქონდეს სათქმელი გასაგებად თუმცა თქვენ თქვით რომ განსხვავებული აზრი აქვს ყველას როდესაც მიდიხარ კოალიციით უნდა გქონდეს შეიძლება რომ არ არსებობდეს განსხვავებული აზრი გასაგებად ეს ყველაფერი გასაგებად ცუდია რომ არ არსებობს განსხვავებული ცუდია რომ არ არსებობს და ჩვენ ვცხოვრობთ კიდევაც ასეთ სიტუაციაში როდესაც უმრავლესობაში არის ერთ აზრზე მყოფი პარტია ერთის აზრზე ეგრე არ არსებობს ხო ერთის აზრზე მყოფი პარტია ხო ეგეთი არ არსებობს უბრალოდ არსებობს რაღაცა გუნდი ერთ აზრზე და არჩევნებიც იმაზე პოზიციაზე ლაპარაკე დანარჩენები ყურმოჭრილი ეთანხმებიან აი ეს არ უნდა იყოს გამიგეთოს გასაგებად თუმცა თქვენ ყველანი ერთად მიდიხართ უნდა დადოთ საერთო პროგრამა ალბათ ყველას თქვენი პროგრამები გაქვთ წლების განმავლობაში პოლიტიკური პროგრამა არის თუ იცნობთ კოალიციის პროგრამას დარწმუნებულია რომ იცნობთ და რამდენად ეთანხმებით და რამდენად სწორად არის მათი პარტიის დაფუძნებაზე წარმოდგენილი პროგრამა რა თქმა უნდა და დაუჭერთ თუ არა პროგრამას თქვას რა თქმა უნდა ვიცნობთ რა თქმა უნდა ვეთანხმებით რა თქმა უნდა კიდევ მინდა ვთქვა განხორციელებადია განსხვავებული მიდგომა გარკვეული პოზიციის მიმართ განსხვავებული მიდგომა მიზანი არის ერთი რაც თავარია იცით აი მათემატიკაში არის ესეთი ის ალბათ ყველას გისწავლია და არის ამოცანის ამოხსნის რამოდენიმე ხერხი არსებობს ხო მაგრამ საბოლოოდ შედეგი ერთია მიღებული ესე ვთქვათ პასუხი ერთია ანუ რომელი გზით წახვალ რომელი გზით არ წახვალ აი ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ეს შედეგი ყველას ერთი გვაქვს და ერთი გვინდა და ამ შედეგის მისაღწევად ყველამ უნდა ვისაუბროთ ბუნებრივია ამ სვლელობის პროცესში რომელი გზით წავიდეთ რომელი ხერხით ამოხსნათ ესა თუ ის ამოცანა შეიძლება დავიწყოთ ერთი ხერხით ამოხსნა მაგრამ მსჯელობაში აღმოჩნდეს რომ ეს მეორე უფრო მარტივია არა ის ამოცანის ამოხსნის ხერხები სხვადასხვა რატო ერთი თუმცა ამას არ იქნება კონფლიქტური სახე ამას არ იქნება არ უნდა ქონდეს რა თქმა უნდა კონფლიქტური სახე რა თქმა უნდა თუ დავარწმუნებთ ერთმანეთს რომ ვიაროთ უფრო იოლი გზით ხო კარგი თუ არა იოლი გზით არა რამდენად არის ასეთი სიტუაცია რომ თქვენ ერთმანეთი დაარწმუნოთ ამდენ უკვე ძალიან ბევრი პარტია გამოდის ფაქტობრივად ყოფილი 6-იანი სრული შემადგენლობით გამოდის მართალია ორი ადამიანი სახელი და გვარებით არის მაგრამ მაინც და ემატებით ასე ვთქვათ მაშინდელი ოპოზიციონერი ოპონენტი ამ 6-იანს ძალიან განსხვავებულები ხართ მოგახსენეთ რა თქმა უნდა აქ არის ძალიან დიდი მიუხედავად იმისა რომ დასავლური ძალები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ბატონი ბიზნეს ფაქტორს. დიახ. მინდა გითხრათ რომ მის მიმართ საკმაოდ დიდი ნდობა არსებობს ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და სწორედ ამ ნდობამ უნდა განაპირობოს ის ესე ვთქვათ ხერხის
ამოხსნის თუ გზის ჩვენების რომელიც იქნება შეიძლება იყოს იქ სხვადასხვა მიმართულებით საუბარი მაგრამ აი მისი ავტორიტეტისა და მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ლიდერების ესე ვთქვათ გონიერებაზე იქნება დამოკიდებული ის რომ არ მოხდეს არავითარი განხეთქილება და იყოს შვიდი სამუშაო გარემო, შვიდი სიტუაცია კოალიციაში. ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ და მე მგონი ესე გახორციელდება კიდევაც. უკვე ჩაერთეთ რეალურად კოალიციის საკმარებაში. გულახდილად რომ გითხრათ, ახლა ჩართვის პროცესში ვართ, მე ახლა ბატონი გოგი არ ბრძანდება საქართველოში, მეც მივდივარ ხვალ საღამოს, ვიქნები აქ სამშაბათს და ჩვენ ქონდა შეხვედრები ბატონ ბიძინასთანაც, ბატონ დავით უსუფაშვილთანაც, ხვებთანაც და უკვე რაიონული ორგანიზაციების დონეზე, რაიონული შტაბების დონეზე, მათ ინტეგრაციაზე, მათ პრობლემებზე ბუნებრივია გვექნება საუბარი ერთობლივად და რა ვიცი, მე მგონი არ იქნება პრობლემა და ახლა თუ ბატონ ზურაბ ძალიან დიდხანს მიდიოდა სხვათა შორის თქვენ შორის საქმიანი მოლაპარაკება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან იყო აი ვიდრე გაცხადდებოდა რომ კოალიციაში შევიდა მრეწველთა პარტია დიდი ხნის განმავლობაში კი რა თქმა უნდა მე მინდა გითხრათ რომ თავიდან ბატონი გოგი და ბატონი ბიძინას ჰქონდათ საკმაოდ ისეთი დიახ საუბრები კონსულტაციები მე იცნობ ბატონ ბიძინამ გააკეთა განცხადება რომ მთლიანად პარტიას იყო ეპატიჟებოდა კოალიციაში და ჩვენ ეს ეპატიჟება მივიღეთ შევხვდი მე შევხვდი ორჯერ მქონდა შეხვედრა ვისაუბრეთ ყველა საკითხებზე მაქსიმალურად დეტალურად მაქსიმალურად რაც კი შეიძლება დაუშვათ გესაუბრა მაგრამ ბუნებრივია ინტეგრაციას ინტეგრირებას ერთმანეთთან ბევრი პრობლემა ახლავს და ახლა ეს პრობლემები ერთ-ერთი პრობლემა მათ შორის ციაში მინ მოხდება ყოველთვის არის ეს პრობლემა ქვედა დონეზე დიახ რა თქმა უნდა ეგეც არის აი ეს საკითხი განიხილეთ შეხვედრაზე ქვედა დონეზე არ არის ეს ყველაზე უფრო დიდი პრობლემა მინდა გითხრათ ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ აი მე რომელი პარტიიდან რამდენი კაცი გავა ეს დავაყენე არა მოდით მე გეტყვი ჩემ მაგამ არ გავიქცევი არც ერთ კითხვას არავითარ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის პარტიის შენარჩუნება ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის რომ აი სწორედ რაიონის დონეზე და უბნების დონეზე არ მოხდეს რაიმე შეუთავსებლობა და იქ მოხდეს თავსებადობა და ამას მე მგონი ძალიან ადვილად მივახწევთ და იქნება ანუ ქართული ოცნების ოფისებთან დანარჩენ რაიონებში თქვენი ინტეგრაცია მე არ მინდა რომ ჩვენი აი ეს ხალხი სწორედ რომელიც უანგაროთ ამდენი წლის განმავლობაში 13 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა და დღეს რომ დაუშვათ აგერ გამოჩნდა ის საშუალება რომ ცოტა უფრო ეკონომიკურად ხარგაშლება არა დააფინანსონ და რაღაც შედეგებამდე მივიდნენ ამ დროს ჩემს უთხრა ახლა კარგად იყავით ახლა თქვენ წარით და ახლა ამას ვერ ვიზამ ამ ის არ არის მთავარი ჩვენგან 3 5 10 თუ რამდენი კაცი იქნება სიაში და ვინ მოხდება და ვინ არის მთავარი აი ეს არის დამიჯერეთ გეტყვით რომ მე მახსოვს როგორ ვერ მოხერხდა თქვენი და ახალი მემარჯვენეების პარტიული ორგანიზაციების შერწყმა თავის დროზე ზუსტად ამ მიზეზის გამო ეგ ვერ მოხერხდა მე გეტყვით ახლა გვარებს არ დავასახელებ მაგრამ საკმაოდ ისეთი შემოთავაზება ქონდა გაერთიანებული ოპოზიციიდან იმასთან მიმართებაში ჩვენც იქ ყოფილიყავით და იქ არ იქნებოდა პრობლემა ერთი და ორი კაცის ისეთ ადგილზე ჩაწერა რომ რაღაცა მაგრამ მაშინვე ვთქვი მე მირჩევნია მე ჩემი ის პარტია შევინარჩუნო და აი ეს რაიონული რგოლები შევინარჩუნო ვიდრე მე ჩავეწერო ამ სიაში და ამით გავინაღდო ის რომ მოხდე პარლამენტში და ძალიან სწორი გავაკეთე მაგრამ დღეს ძიმეწონიანი ფიგურაა გამოსული პოლიტიკურ არენაზე რისკავთ ამიტომ სწორედ ამას საუბრობ აი მაშინ არ გავაკეთე ეს ამბავი მაგრამ ეხლა კი, იმიტომ რომ ეხლა უფრო მეტი შესაძლებლობა არის რომ არ დაიჩაგრონ ისინი პირველ რიგში და არ დაიჩაგროს არავინ. არა, სხვათა შორის ძალიან კარგია ბატონო ზურაბ ამ თემაზე რომ საუბრობთ ხმამაღლა მე ვიდრე გავაგრძელებ ჩემ მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა რადიო მსმენელებს და ინტერნეტ მაყურებლებს შევახსენო რომ ეთერში მედია კავშირი ობიექტივი FM 105 და 0-ზე მე გახლავარ ჟურნალისტი რუსი კომუნიკაცია მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ზურაბ ტყემალაძეა ჩვენ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და საუბრობთ თემაზე როგორ შეერწყმება ახალი პარტია
ერწყმება არა როგორ მოხდება შეთავსება ამ პარტიის ქართულ ოცნებასთან ისინი კოალიციაში არიან უკვე მომავალი სამშაბათიდან გააგრძელებენ აქტიურ დაიწყებენ უკვე აქტიურ საქმიანობას თუმცა ბატონ ზურაბ ტყემალაძემ ძალიან სწორად მე ვფიქრობ და პირველად ალბათ ტელესივრცეში ისაუბრა იმ თემაზე რომ ძნელია ყოველთვის ადამიანური რესურსები მოარგო მეორე პარტიის ადამიანურ რესურსებს ანუ შეთანხმებული საქმიანობა ეს რამდენ პარტიაზე საუბარი და ძალიან ბევრი პარტია ამას დაახლოებით 6 გამოდის ხო არა 6 გამოდის 7-8 პარტია ალბათ 7-8 ხო პარტიები რომლებიც არ არიან კოალიციაში მაგრამ არიან რა მნიშვნელობა აქვს მათი წარმომადგენლები არიან წარმოადგენელი და საკმაოდ სერიოზულად ამბიცია პიროვნული თან მით უმეტეს რეგიონების დონეზე ყოველთვის უნდა დაკმაყოფილდეს იმიტომ რომ მე ვიცი რომ პრობლემა ქართულ ოცნებას ჰქონდა სხვათა შორის რესპუბლიკელების ადგილობრივ რგოლებთან დაკავშირებით არ ვიცი აი ეს ადამიანური ეცი ბატონო ზურაბ ეს არ იყოს არ გაგიკვირდეთ ხო რო არ იყოს ეს არის გასაკვირი რა თქმა უნდა თუმცა რამდენად მიხვდება ყველა და შეთანხმებულად იმოქმედებს და მისთვისაც რომ ეს უკეთესია შეთანხმებული მოქმედება ეს სხვა არის ამბიციას რამდენად დაძლევენ ჩვენ იმასაც გეტყვით თქვენ ბრძანეთ რომ აი რაღაც გაჭიანურდა თქვენი და უშუალოდ გადაწყვეტილების მიღება ქართული ოცნების კოალიციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რატომ ახლა იმიტომ რომ ის რომ ჩვენ დონეზე ანუ ბატონი გოგის ჩემი და ჩვენი რამოდენიმე ესე ვთქვათ ლიდერის დონეზე მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არ იქნებოდა სწორი ხომ სწორია ჩვენ სანამ არ შევკრიბეთ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და სანამ იმათთან ერთად არ გავიარეთ პოზიცია მე ალბათ დამერწმუნებია მაყურებელს და სულ ყველა რა თქმა უნდა ბუნებრივია როცა ბატონი გოგი იტყვის როცა სხვა ლიდერები იტყვიან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო რომ იქიდანაც წამოსულიყო ეს ინიციატივა შეთანხმებული ყოფილა რა თქმა უნდა კიდე მეორე ბიზნესმენები არიან ადგილებზე ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და შემოსავალი ბევრი ძალიან დიდ წნეხს განიცდი და წლების განმავლობაში და განიცდის კიდევაც არა და კიდევ ლაპარაკობ ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ და წარმოიდგინე ახლა როცა ადამიანი დაქირავებული ყავს და ფულს უხდი შეგიძლია გადაწყვეტილების მიღებაში არ ჩართო და შენ მიიღო გადაწყვეტილება და მას შეუცვალო დაუშვათ მიმართულება უთხრე ახლა აქეთ კი არა ახლა ესე არის მაგრამ ის ხალხი რომელიც შენთან ერთად არის და არავითარი ხელფას არ უხდი არაფერ ანაზღაურებას არ აძლევს ნუ წარმოიდგინე ახლა იმას არც კითხო კიდევა როგორ შეიძლება არ შეიძლება არ კითხო კი არა როგორი ალბათ დადებითი როდესაც გადაწყვეტეთ და არის თუ არა როგორ გითხოთ აი სიხალისე შევიდა თუ არა მატჩი როგორ საერთოდ პოლიტიკურ მთლიანად საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და განსაკუთრებით ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და არა მარტო ოპოზიციურში ხელისუფლებაში გამოცოცხლება მოხდა იმის შემდეგ რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ არანაზე ის რა თქმა უნდა ჩვენს პარტიაში ყველაფერი ეს სინქრონულად მინის ქვეიდან ზევი და ქვეთ ხო სწორი არა ანუ პარტიაც უფრო გამოცოცხლა უფრო მეტი იმედი რის იმედი იცით უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბდა რაღაც გარკვეული ამორჩეველი და გარკვეული მხარდამჭერი ჩვენი პოლიტიკური ძალის არა ნუ 100,000 120,000 150,000 მე ვლაპარაკობ ციფრებს სხვადასხვა მიღებული შედეგებიდან მიხედვით არა ეხლა უფრო გაჩნდა იმისი ის რომ აი ეს გაერთიანება ბუნებრივია 100 და 150 და 200,000 კი არა ბევრად უფრო მეც მიიღებს და აქვს უკვე პრეტენზია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და აქ უკვე ამისი აი დადებითი კონტურების გამოკვეთილი იმისკენ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში არა ეხლა თავარი მიზანი ბუნებრივია ჩვენი ამორჩევლის იქნება პირველი ის რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და მეორე ის რომ არ მოხდეს მერე დაშლა მარტივ მამრობლად როგორც ხდება ხოლმე არა და მე ვიმედოვნებ და მარტივ მამრობლად დაშლა რისი კოალიციის გინაც კოალიციის და გინაც პოლიტიკური ძალების მე მახსოვს როგორ დაიშალა მარტივ მამრობლად მოქალაქეთა კავშირი გახსოვთ ალბათ არა მაგრამ ისევ აიკიძა და სხვა სახელით მაგრამ ისევ აიკიძა დიახ აღდგა რა რაღაც გარკვეული თუმცა აი კოალიციაზე ბატონო ზურაბ მე რატომაც ვფიქრობ რომ აი თუნდაც თქვენ ყველანი შეხვიდეთ კოალიციით იმუშაოთ კარგი ხნის განმავლობაში და თუ იქ რომელიმე პარტია მერე ცალკე გავიდა ეს რაღაცა ტრაგედიული აქ არაფერი არ ხდება არა ცალკე გასვლას არ ნიშნავს ცალკე შეიძლება გავიდნენ მაგრამ კოალიციური ერთობა ხო არა იმიტომ რომ საზოგადოებას როცა ისმის აი დაიშალა კოალიცია გონიათ რომ დაიგრა ყველაფერი ეს არის ჩაოლებრივი არა რა თქმა უნდა მე მაგას არ გულისხმობ მე გულისხმობ იმას რომ არა ასე აღიქვამდა ამიტომ პარტიები შეიძლება გავიდნენ ცალ-ცალკე და ჯერჯერობით ცალ-ცალკეც არიან ერთ პარტიად არ არის ბუნებრივია ცალ-ცალკე იქნებიან მაგრამ აი ეს კოალიცია უნდა იყოს შენარჩუნებული იდეა შეთანხმება პროგრამის განხორციელებაში იყოს შენარჩუნებული ისინი ერთდროულად ღებულობდნენ ურთიერთ კონსულტაციის კონსენსუსის აბსოლუტურ უმრავლესობას ერთმანეთის ჯინაზე არ ჩაგნო საკითხები და ასე შემდეგ ანუ რაღაც უკანტრობას არ კონდეს ადგილი თორე კიდევ ლაპარაკობ თორე გამორიცხულია ისეთი ერთობა რომელიმე რომ ყველა
კი, ნამდვილად ესია, ნამდვილად არა იმდენი პრობლემა არსებობს. თუნდაც შიდა პარტიულში ბუნებრივია რომ ერთი სხვანაირად მიდგომ ფიქრობ, მეორე სხვანაირად, მესამე სხვანაირად. არ არის ლაპარაკი იმაზე რომ მოხვალ ხელისუფლებაში თუ არ მოხვალ რა. იქ როგორი იქნება ტერიტორიული მოწყობის საკითხი, როგორი იქნება ადმინისტრაციული ერთეულების მოწყობისა, როგორი იქნება კონსტიტუციური მიდგომებით, სხვადასხვა მთელი საკითხებში, როგორი იქნება თვითმმართველობის პრობლემები, როგორი იქნება საერთოდ სამეწარმეო მიდგომა, როგორი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა დასმული და მისი შესრულების ესე ვთქვათ გზა რა როგორ დავსახავთ. ძალიან ბევრი აზრები არსებობდა, ძალიან ბევრ აზრებს ჭირდება შეჯერება და შეკავშირება და ერთი აი სწორედ რო იტყვიან აი ჭკვიანი მართლობა იმის რომ სწორი გადაწყვეტილება და სწორი ის მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილების მიღება მოხდეს. ბატონ ზურაბ, თქვენ ზარია ეთერში კარგი ჩამოვუშვათ კითხვას მე დავსვამ. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ბატონო ზურაბ, ესეთი შეკითხვა მექნება მე. ეხლა თქვენ კოალიციაში ხართ არჩევნებში, როგორ მიიღებთ მონაწილეობას კოალიციის სახელით თუ ცალკე მრეწველობის პარტიის სახელით? და მეორე კიდე დღეს იყო პალიტრაზე კოტეშხენთის გადაცემა და იმან თქვა, ნუ სტუმარი ყავდა ვიღაცა ლაპარაკობდნენ რომ ზაქარია ქუჩნაშვილი ყავდა სტუმრად და ლაპარაკობდნენ რომ კოტეშხენთმა თქვა რომ ესე იგი მე ესეთი მქონდა აზრი რომ ბატონ ბიძინასო არ მისცემენო მოქალაქეობასო და მართლაც ჩემი აზრი გამართლდაო და მე კიდე ისეთი აზრი მაქვს რომ აი თქვენ პარტიას რომელიც ჩამოაყალიბა ახალი ოცნება საზოგადოებრივი მოძრაობა კი არა პარტია იმას რეგისტრაციაში არ გაატარებენ აი ესეთი აზრი მაქვს და აი როგორ იქნება საქმე კარგი დიდი მადლობა რაც შეეხება კოალიციაში არის უკვე კოალიციაში გაწევრიანებული ვარ და როგორც ცალკე სუბიექტი ვერ მივიღებთ მონაწილეობას კოალიციასთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას და დავრეგისტრირდებით ბუნებრივია მაშინ როცა ამის დრო იქნება და საჭიროება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულ პარტიას რეგისტრაციაში არ გაატარებენო არ ამგონია მე ვესწრებოდი ამ ყრილობა ჩატარდა აბსოლუტურად ისეთი პუნქტუალობით შეიძლება არა მაგდეს ვეღარ გაბედავენ უკვე სკრუპულოზული პუნქტუალობით ჩატარდა დათვლილი აბსოლუტურად ყველა ხმა და ანუ ხო მაგის არ გააფორმონ მაშინ ბატონო ზურაბ თუ არ მისცეს გააფორმონ რომ აი ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პირადი მტერია და ამიტომ რაღაცა უკვე გამორიცხულად მიმართება ისაც შეეხება ახლა მოქალაქეობის მიცემა არ მიცემას მოქალაქეობის მათ შეუძლიათ კიდე ლავირება მაგრამ აი ამ საკითხში პარტია არ დარეგისტრირონ ეს ალბათ მე იმაზეც უკან ახლა აღარ დაიხევს ხელისუფლება რაზეც საკონსტიტუციოებაზე წავიდნენ ფორსირებულად მიდის მისი განხილვა არ გვიანდება პირიქით ძალიან სწრაფად მოხდება იმისი განხილვა და სწორედ შემოიტანონ ის კანონი რომლითაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიეცემა კენჭისყრის უფლება. თუმცა მიმაჩნია რომ ეს კონსტიტუციური ცვლილება არ უნდა მომხდარიყო. ეს ხოჭრას მომეწონა ივანიშვილებაც რომ უარი თქვა, იმიტომ რომ მართლა არ შეიძლება კონსტიტუცია ასე ვიცვალოთ. არ შეიძლება, ხო, რა თქმა უნდა არ შეიძლება. საშინელება მოვარგოთ ყველა ადამიანს. ჯეთი არავინ არ იცის, ხან და მე პარლამენტში ვიყავი 8 წელიწად ნახევარი, ჩემო ბატონო თუ 9 წლამდე და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება, როგორ ხდება, აი ეს შიდა ვიცი და ცუდი გაგებით კი არა, კაი გაგებით შიდა სამზარეულო. ხან არის საკანონმდებლო ინიციატივით შემოდიან და კანონმდებლობას იხილავენ და იმ კანონმდებლობის უკან ამოიკითხავ გვარს და სახელს. ხან დადებითი მომენტიდან გამომდინარე, ხან უარყოფითი მომენტიდან გამომდინარე. ანუ ხდება კანონების მორგება ამა თუ იმ სიტუაციას, მაგრამ როცა კანონმდებელი შემოქმედებითად უდგება ამ საკითხს და აი დაუშვათ ამადამ პიროვნების მიმართ ამ პიროვნებას უნდა რომ უარგოს დინას დადებითი კუთხით არა და მისი აზროვნება მარტო ამ პიროვნების მიმართ არის მისი ბიოგრაფიის მიმართ არის და ასე შემდეგ მაგრამ აქ შეიძლება გაიპაროს სხვა ისეთი მსხვერპლი თურმე შეიძლება მე ვიმე ბატონ ბიძინას კი არა აგერ ეხება პეტრეს პავლეს ივანეს თურმე მარტო ევროკავშირის სახელმწიფოს კი არა სხვა სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე კანონი არ შეიძლება ვინმეზე მორგებით იწერებოდეს მით უმეტეს ვინმეზე მორგებით იწერებოდეს მით უმეტეს კიდე გიმეორე თუ ეს ხო
კოალიციის სასარგებლო რომ ბატონი ბიზნესა სასარგებლოდ ესე ვთქვათ შეიძლება კეთებოდეს მაგრამ თუ ბიზნესა ივანიშვილი სასარგებლოდ კეთდება მიეცი თქვენ და ლოცულში რომ მოქალაქეობდა დამთავრდება მაგით არ უნდა დათამორჩა და გათავდა უბრალოდ რო გაწერეს თორე 3 თვის განმავლობაში თუ რამე ხარვეზი იყო როდესაც ივანიშვილის პარტიამ შეიტანა უბრალოდ აი იურისტებმა შეიტანეს განაცხადი მოქალაქეობის თაობაზე ამ 3 თვის განმავლობაში არ დაალოდებდნენ და მის ეტყოდნენ რომ აი აქ ხარვეზია და ეს არ არის სწორი სწორედაც რომ დროის გაჭირვის მიზნით მოხდა ეს ყველაფერი მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ ალო მოგესალმებით გამარჯობა თქვენთან კოალიციაში მოიაზრებიან აგრეთვე რესპუბლიკური პარტიაც და თქვათ და მომავალში როდესაც თქვენ მოხართ ქვეყნის სათავეში და გექნებათ რაღაცა პრიორიტეტი და პრივილეგიები თქვათ დაუშვათ ამ რესპუბლიკელებმა რაღაცა მათთვის დამახასიათებელი რაღაც ანტიეროვნული საკითხი წამოაყენეთ თქვენ ბრძოლებს შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ და ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევით შეგიძლიათ თქვენ მათ წინააღმდეგობის გაწევა დიდი მადლობა რატომაც მე დავამატებ თუ შეიძლება ასეთი ეს არის საზოგადოებაში ინფორმაცია გამოსული რომ იქ რესპუბლიკელებზე უფრო მაგარი არავინ არ არის და ისინი წყვეტენ ყველაფერს ხანდახან ვფიქრობ რომ თინახილდაშვილი ყოფილა რაც ყოფილა არა არ შემიძლია ეს დავადასტურო იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მე ჯერ ამ ეტაპზე სულ რამოდენიმე შეხვედრა ქონდა და რაღაცა და როცა უკვე აქტიურად ჩავერთვებით მე შეიძლება ალბათ უფრო დაბეჭდებით თქოს ყველაფერი რაც შეეხება ქალბატონის კითხვას იმასთან დაკავშირებით თქვენ შეეწინააღმდეგებით თუ არ შეეწინააღმდეგებით ჩემო კარგო და ჩემო კეთილო ადამიანო ჩვენ შევეწინააღმდეგეთ ედვარდ შევარდნაძეს იმიტომ რომ მიგვაჩნდა რომ მან არასწორად წაიყვანა თავის დროზე მოქალაქეთა კავშირის ბანდა მოქალაქეთა კავშირი არასწორად წაიყვანა ქვეყანა გარკვეული მიმართულებით და ამაზე დღეს ახლა ბევრი რაღაცებზე საუბრობს და მე შემიძლია დოკუმენტალურად ვიდეო მასალით სტენოგრაფიული ჩანაწერებით განახოთ თუ რაში გამოიხატებოდა ეს შეწინააღმდეგება და რა იყო და როგორ იყო და როგორ გონიათ ახლა თუ შესაძლებელი იყო პრეზიდენტთან შეწინააღმდეგება რა თუ არ იქნება შესაძლებელი კოლეგასთან დაუშვათ ვინც არ უნდა იყოს დიახ კოლეგასთან შენი პოზიციის დაფიქსირება არასდროს არ მოგვერიდება თავის დროზე როცა ვარდების რევოლუცია სანამ მოხდებოდა და მოხდა ეს ოპოზიციური გაერთიანება ჩვენ წინააღმდეგი ვიყავი და აი გადახედეთ ახლა ჩემო ბატონო ყველა იმ პოლიტიკურ ძალას რომლებიც არსებობენ ოპოზიციაში ჩვენ ვიყავით ერთადერთი რომელიც ალბათ წინააღმდეგი ვიყავით და არც ერთ დონეზე არ დაგვიჭერია ამ რევოლუციისთვის მხარი იმიტომ რომ გვეშინოდა რაღაცა ცუდი რამ არ მომხდარიყო შევეწინააღმდეგეთ ხო ასევე იმ ოპოზიციურ პარტიებს ის რომ რეწველები არიან ეროვნულ პოზიციაზე მდგარი პოლიტიკური ძალა ამაზე ძალიან გთხოვთ ნურავინო შეგვედავებით და ჩვენ ეროვნული ეკონომიკის აღორძინების ეროვნული იდეოლოგიის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე დამკვიდრებაზე გაჯანსაღებაზე ყოველთვის ვიბრძოლებთ და ვიქნებით კიდევ ამისი ესე ვთქვათ ფლაგმანები ბატონო ზურაბ მე მახსენდება თქვენ ერთხელ მოყევით ჩემს გადაცემაში გავიხსენებ და თქვენ უფრო დამაზუსტებინეთ ბატონმა გოგი თოფაძემ ამერიკელებს როგორ უთხრა რომ ეს ისტორია შეიძლება გავიხსენოთ იმიტომ რომ კითხვა მაგამ კი ბატონო მე გეტყვით როცა შეხვედრა ქონდა რამოდენიმე პოლიტიკური ძალის ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ხვდებოდით ელჩი იყო მაშინ ტეფტი და ბრაიზა ბრძანდებოდა ჩამოსული იცით ალბათ ბრაიზა ვინ იყო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩემო ბატონო მაშინ ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ რა თქმა უნდა ბატონმა გოგიმაც დააფიქსირა ეს პოზიცია და განსხვავებით სხვისგან მან უთხრა კი ნამდვილად ესეა მაგრამ ამაზე თქვენც უნდა აგოთ პასუხი იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება თქვენი კანახი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და ძალიან ბევრი არა ეს ეხლა ნაციონალურ მოძრაობა მაგრამ მაშინ ადრეც აგნათქვა ეს უბრალოდ მაშინ ეხლა ამ პერიოდს დაემთხათ რომ ადრეც შევარდნაძის პერიოდის და შემდეგი პერიოდიც თქვენ კარგად გახსოვთ რომ ძალიან ბევრი საკითხები თანხმდებოდა ოკეანის გაღმა ჩვენ ვიყავით პირველები რომლებიც აღუდექით და ვეწინააღმდეგებოდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის დიქტატს და მათ ესე ვთქვათ კარნახს საქართველოს მთავრობის მიმართ
ამაზე ეს ყველაფერი არ ჩანს იცით ბატონო ზურაბა იცით რა შესაძლოა მე ვერ ვიტყვი პასუხისგებლობა საკმაოდ გაბედული ნაბიჯია და მე ვიცი დაუჯდა იმ ფაქტად რომ გოგითოფაძეს ამერიკელები უკვე ალმაცერად უყურებენ კი ალბათურად კი არა მე გეტყვით ბოლო რამდენი წელია აი შეხვედრის შემდეგ ჩვენ არც ამერიკის საელჩოს მიუწევართ არასდროს არ შეხვედრებზე და არც არაფერი მაგრამ იგნორირება იყო სრული როგორც კი აბსოლუტურად მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ პოზიციას უღალოდო და შენი პოზიცია არ დააფიქსირო რაც არ მოგწონს ის უნდა თქვა რაც მოგწონს ის უნდა თქვა გუშინ არ მოგწონდა დღეს მოგეწონება უნდა თქვა დღეს გუშინ მოგწონდა დღეს არ მოგეწონება ისიც უნდა თქვა გასაგებია ბატონო ზურაბა მე ბოდიშფრთი ვიტყვი რა დაასრულეთ და მე შევიკითხე აი რუსთან შენ ახალგაზრდა მძანდები ჩემო ბატონო მაგრამ მე გავახსენებ საზოგადოებას 90994 წლიდან მოყოლებული როცა რეწორთა კავშირი და შემდეგ ჩვენი დემარში სავალუტო ფონდის შადმან ვალავთან მთელი ისიც კი გამოიშვა სპეციალური ბროშურა სავალუტო ფონდი ბოროტება თუ სიკეთე ჩემო ბატონო გოგი თოფაძე ამისთვის იბრძოდა ყოველთვის და უპირისპირდებოდა მთავრობას გოგი თოფაძე რომელმაც მთავრობის ხდომაზე გაფართოებული მთავრობის ხდომაზე პრეზიდენტს მიმართა აი შენი ისინი რა ქვია მინისტრების უყურე დასაჭერები არიანო გოგი თოფაძე რომელმაც საპარლამენტო ხდომაზე მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალი დაწყებული თავიდან ბოლომდე კონოპირებული ამის მასალები არსებობს ხა თუ ვინმე დაავიწყდა ალბათ რომ ვიტყვით გაახსენდება და თუმცა მე კითხვა მაგას ეთი ის შემდეგ იყო ბევრი რამ ბატონო ზურაბა არ შემიძლია ხა გამოვარო რომ ძალიან ბევრჯერ მრეწველებმა როდესაც მერის არჩევნებში თუნდაც კანდიდატურა დააყენა ბატონმა გოგიმ გავრცელდა ხმა რომ აი ბატონი გოგი ხელისუფლებამ ჩართვა ამ საარჩევნო მარათონში ის არაპირებდა კანდიდატურის დაყენებას და ასე შემდეგ ძალიან ბევრი განსხვავებული უბრალოდ ისეთი გზა გაიარეთ რომ რთული იყო ძალიან ბევრი ხმა ისმოდა თქვენ შესახებ იცი რუსუდან მე გიპასუხებ მაგაზე ეს არ არის სწორი და ნუ ახლა ამის მტკიცება რომ დავიწყოთ ალბათ ჩორწავართ იცით რაშია საქმე მერის კანდიდატურაც ბატონი გოგი მე დღესაც მიმაჩნია რომ ყველაზე კარგი კანდიდატია ქალაქ თბილისის მერობისათვის აი საზოგადოებამ თუ არ დაუჭირა და არ დაუჭირა მხარი იმ დონეზე რაც საკმარისი იყო ეს უკვე ხმამაც იმოქმედა მინდა გითხრათ საზოგადოება ნუ არ ამგონია ამ შემთხვევაში ხარბილად თუ თქვა ალბათ შეცდა იქ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია რომელმაც ბოიკოტი გამოაცხადეს და მერის თვითმმართველობის არჩევნებში არ ღებულობდა მონაწილეობა იმათაც იპასიურეს ამ შემთხვევაში თორე ბატონი გოგი დღესაც ვიძახი ნებისმიერ შემიძლია აი უფრო სიღრმეში წავიდე კამათში და ვთქვა რომ საუკეთესო ქალაქის მერი იქნება ჩემო ბატონო სხვაჯერ ეს დავუშვათ თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში ბატონი გოგი იბრძოლებს ამ პოსტისთვის მიუხედავად იმისა რომ ამას უკვე არჩევნები ჭირდება და დანიშნულია რა თქმა უნდა იბრძოლებს კიდევ აპოსტვისაც იბრძოლებს და უფრო მეტისვისაც იბრძოლებს ნუ ახლა გააჩნია რა იქნება და როგორ იქნება და რანაირად იქნება რა ბუნებრივია როცა პოლიტიკური ძალა აცხადებს პრეტენზიას და აქვს სურვილი იმის რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ის მზად უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფრის არის ამ შემთხვევაში კოალიციის პარტნიორებში ბუნებრივია გასაგებია ამაზე გავუგზავნოთ საუბარი ზარია ეთერში დიდი ხანია ვალოდინე მწმენელს იმედია არ გაგვეთიშა მოგესალმებით ერთი ზარი მე მგონი გაგვეთიშა სკაიპით გვერდთვებიან ბოდიშ ვიხდით არა უშავს მე მგონი საინტერესო იყო მწმენელისთვის მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ არის კავშირი? კარგით, გაგვეთიშა იმდენი ვისაუბრეთ. თქვენ თავს ყველაზე მეტად აი თუ მოვიდა ქართული ოცნება, ჯერ საერთოდ ამ პირობებში რაც არის არჩევნო გარემო, ფიქრობთ რომ მოხვალთ უმრავლესობით და მით უმეტეს კონსტიტუციური დრაზით ბიძინა ივანიშვილი აპელირებდა დასაწყისში. იცით რა შესაძლოა მე აქ შეიძლება ცოტა განსხვავებული პოზიცია მქონდეს. საკონსტიტუციო უმრავლესობით ალბათ არ უნდა მოვიდეთ. არ უნდა მოხვიდეთ? არ უნდა მოვიდეთ, დიახ. არ უნდა მოხვიდეთ თუ ვერ მოხვალთ? არა. არც ერთი პარტია, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის სასურველი რომ იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული. რატომ? იმიტომ რომ ყველას უჩნდება შემდეგ ისეთი ამბიცია რომ მე ვარ და არა თქვენი ბევრი ხართ და ასე რომ მაშინ მოგიწევთ მივალ მაგამდე მივდივარ ზარი შემოვშოთ ბატონო ძალიან საინტერესოა ამ თემაზე თქვენი მოსაზრება გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ უბრალოდ გამარჯობა გვეთიშება ხოლმე ბატონო ზურაბთან მაგ ასეთი შეკითხვა აი თქვენმა კოალიციამ გამოაცხადა რომ ჯანდაცვა ექნება ყველას ხო და მე მაინტერესებს ესე იგი რა როგორი მოხდება ეს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია შეიქმნება თუ არა
ეს ერთი და ესე იგი კონკრეტულად თუ არის ამასთან დაკავშირებით რაიმე გამოქვეყნებული პროგრამა კონკრეტულად თქვა რამდენი გადაერთის მოქალაქე ან რა დაწვრილებით მაინტერესებს და საქმე გვაქვს ეს დოკუმენტი და მეორე კიდე ეს შეკითხვა მაქვს ასეთი თქვა საფრთხე კავშირის ყოფილი რესპუბლიკებში 10 რესპუბლიკაში არ არის ეს ჯანდაცვა ისეთი როგორიცაც თქვენ აპირებთ და რამდენად შეძლებთ ამის გაკეთებას ეს ფიზიკურად გვაქვს ჩვენ ამის ბიუჯეტის საშუალება და საერთოდ ხომ არ დარჩება ეს უბრალოდ დაპირებად ვინაიდან შეიძლება ესე იგი რა გარანტია აქვს რომ გაიმარჯვებს კარგით დიდი მადლობა მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ამ თემასთან დაკავშირებით წინა კვირას ჩემთან გადაცემაში სტუმრად იყო კობა დავითაშვილი და ქართული ოცნების პარტიის პროგრამაზე და სადაც დაზღვევაზეა საუბარი ძალიან დაწვრილებით ვისაუბრეთ თქვენ შეგიძლიათ გადაცემის ჩანაწერი ობიექტივი წერტილი.net ამ გორზე ნახოთ მოძებნეთ რუსკომულადზე წამყვანებში და იქ არის გადაცემა ამოვარდება თავისთავად კობა დავითაშვილთან ის დაწვრილებით საუბრობს და სწორედ სახელმწიფო პროგრამაზე აქვს გამახვილებული ყურადღება და ამობს რომ შესაძლოა ყოველა მოქალაქე იყოს დაზღვეული ამ სახელმწიფო დაზღვევის საშუალებით და 854 მილიონზე იყო საუბარი ეს თანხებიც მოვიპოვება დაახლოებით 1 წელიწადში შეეძლებათ რომ ყოველა მოქალაქე დააზღვიონ აბსოლუტურად და არა დაუშვათ 5 წლამდე როგორც ნაციონალური მოძრაობა აპირებს და არა ისე რომ 65 წელს ზემოთ კიდევ ბატონო თქვენი შეხედულება როგორია ამ თემასთან დაკავშირებით აქაც იცით რა შესაძლოა მინდა გითხრათ მიზანი და შედეგი უნდა იყოს სრულყოფილი როგორ მივახციოთ ამ შედეგს შეიძლება ამ შედეგის მიღწევისათვის სხვადასხვა ხერხი და სხვადასხვა გზა არსებობდეს აი სწორედ ამ ხერხისა და ამ გზის შერჩევაში იქნება კოალიციური ესე ვთქვათ ერთობა და მისი ჯგუფი რომელიც მუშაობენ ამ საკითხებზე და ჩამოყალიბებული იმ მიმართულებით წავა ნებისმიერ ახლა დაისვა კითხვა სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა იცით სახელმწიფო უზრუნველყოფ სადაზღვევო სისტემების სრულყოფილად მუშაობა და კარგად მუშაობის ხელშეწყობა და კერძო სადაზღვევო სისტემა ბევრად უფრო კარგად იმუშავებს ვიდრე სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა. მინდა დამერწმუნოთ და ანუ თქვენ მაინც დღევანდელი ხელისუფლების კურსს ეთანხმებით, იმიტომ რომ მათგანაც ხაზეს ხელისუფლების კურსს არ ვეთანხმებით, დღევანდელი ხელისუფლების კურსს არ ვეთანხმებით. ბიზნესი აქვს მათ ორიენტაცია უფრო. ეს არ გეგონოთ რომ ამათი კურსი არსებობს. ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიბრძვით, ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, იმაზე ვსაუბრობთ რომ საპენსიო რეფორმა როგორც ესეთი სოციალური რეფორმა საქართველოში არ განხორციელებოდა. აბსოლუტურად არ განხორციელებოდა. როგორი მიმართულებით უნდა წაიყვანო რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს, ჯერ კანონმდებლობის სცენაზე არ შექმნილა, არ მიუღია და არ არის. ну არსებობს სხვადასხვა მიდგომა ამ მიზნის მიღწევისათვის შეიძლება რა თქმა უნდა კერძო საპენსიო ფონდები არსებობდნენ შეიძლება არსებობდნენ რომლებიც ყველა პიროვნებას ექნება დაგროვითი როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია და დასავლეთ ქვეყნებშია და აპრობირებულია დაგროვითი პრინციპი ანუ ყველა ადამიანი თავის გადასახადი მას უგროვდება და მის გამოყენება შეუძლია და სწორედ აი ეს უზრუნველყოფს საპენსიო ცხოვრების კეთილპენსიაზე ცხოვრების კეთილდღეობას თქვენ ალბათ ხედავთ რომ პენსიაზე გასვლა მთავარი ადამიანისათვის უცხოეთში თორე თუ გავიდა პენსიაზე მე მას უზრუნველყოფილი აქვს მეტნაკლებად თუ რა თქმა უნდა ნორმალური სამსახური და ნორმალური ჩვენთან ის არ ვიცით საერთოდ სტაჟი როგორ გავხვალოთ ჩვენ კიდე პირიქით პენსიაზე გასვლა არ უნდა იმიტომ რომ ხელფასი ესე სიმბოლური ხელფასი არ შემიძლია თუმცა ბევრი ვისაც პენსია მაინც გამერწმუნეთ რა პირობაც არის დადებული ყველაფერი დაიდება ყველაფერი კიდევ ერთხელ მოკლედ თუ შეიძლება ვასრულებთ უკვე და ხო კი ბატონო და სიტყვას არ შევირცხვენ. სხვა შორის უკვე უნდა ჩაერთოთ ბატონო ზურაბ რაც შეიძლება მალე რადგან თუ სახელმწიფო დაზღვევა თქვენთვის არ არის მისაღები მაშინ მოგიწევთ ალბათ უკვე არ არის მისაღები მაგრამ შეიძლება პირველ ეტაპზე იყო საუბარი რომ 1 წლის შემდეგ მოხდება ეს დაფინანსება რომ ადამიანების ჯანმრთელობა გადაარჩინონ და აი ამიტომ მოგიწევთ ალბათ უკვე დისკუსია. კი ბატონო რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს სახელმწიფო დაზღვევის კობა დავითაშ ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა სხვადასხვა ის არის. ბატონო პრობლემა არ არის მინდა გითხრათ რომ არავინ ერთმანეთს არ შეეწინააღმდეგება ის პოზიცია რომელიც დაფიქსირდება რომელიც სწორი იქნება იმ პოზიციას გააკეთებენ თავარი მიზანი ისაა რომ ხალხი იყოს უზრუნველყოფილი და პენსიონერები არ იყვნენ ბედის ანაბარი დატოვებული და ჩვენთვის კიდევ თავარი ისაა რომ არ მოგვატყუნა რა პირობასაც დადებენ ის პირობა შეასრულონ როგორც ასე კიდევ ამიტომ არის ყოველთვის სიტყვა ძუნწი და დაპირება ძუნწი მრეწველების სწორედ იმიტომ რომ ისეთი რაღაც არ დაპირდე ის შესრულებას არ შეგიძლია და დაპირდე ის რასაც შეასრულებ გასაგებია და ამიტომ დროულად ჩაერთე ჩემო უშად ზარი გაითიშა ამასობაში ზარი გაგვეთიშა გავაგზავნე
კიდე ბოდის უხდი. არა უშავს ჩვენი საუბარი გავაგრძელოთ ბატონო ზურაბ რასაც საუბრობდით გოგითოფაძე ყველაფერზე უფრო მეცია უფრო მეც მოითხოვს აი უფრო მეტი რა შეიძლება იყოს მაგალითად ვერ გავიგე და თქვენ თქვით რომ კიდე უფრო მეტისთვის იბრძოლებს არათუ ქალაქის მერობისთვის უფრო მეტი რა შეიძლება იყოს შეიძლება გოგითოფაძე განვიხილოთ ბიძინა ივანიშვილს არ მისცეს მოკალაკეობა უფრო მეტი და უფრო ნაკლები თქვენ მარტო თანამდებობრივად თუ განსაზღვრავთ შეიძლება ადამიანს მაღალი თანამდებობა არ ეკავოს, მაგრამ მაღალი პოზიცია ეკავოს იმასთან დაკავშირებით, რომ ნუ ეს ახლაც არის გოგითოფაძე ბატონო. ხო, ნუ აქედან გამომდინარე, არ არის დღეს ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ ვისა თანამდებობა ექნება, ან ექნება თუ არა რა. მოდი ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. კარგით. ზარი შემოუშვათ, მე მგონი არის მერე უკვე მე რამდენად გავთიშეთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. არის, გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით. რა მაინტერესებს ახლა აი ეს ეროვნული მთავრობა იქნება თუ ისევ მთავრობის გაგრძელება იქნება შემდეგი მთავრობა ეროვნული რას ნიშნავს ამიხსენით აი რამდენად ეროვნული მთავრობა იქნება და რამდენად ტოლერანტული იქნება ეს შემდეგი მთავრობა სხვა ერების მიმართ რომ გვარ გადაკეთება არ მოუწიოთ როგორც სააკუებს სააკაშვილები და ბეჟუაშვილები ანუ თქვენთვის ტოლერანტული არის მთავრობა რომელიც ყველა წარმომადგენლობის ვინც საქართველოს ცხოვრობს ეროვნების წარმომადგენლების ინტერესებს დაიცავს და მის მიმართ იქნება ტოლერანტული ეს არის აი გვარ გადაკეთებულებს არ მოუწიოთ პარლამენტში შემოსვლა და რა არა შემოსვლა არ მოუწიოთ და გვარის გადაკეთების აუცილებლობა არ არსებობს თავიანთი გვარი ვიქროთ მე სააკაშვილად რატომ უნდა მოსწეოდა მას მე მინდა გითხრათ რომ კარგით დიდი მადლობა ჩვენ დღესდღეობით შეიძლება ამიტომაც კი რომ უფრო თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ეროვნულ პოზიციაზე ვდგევართ ჩვენთვის ხანდახან არის ხოლმე ეს საუბარი არა ნამდვილად ჩვენთვის მე მინდა გითხრათ აი არაერთხელ მithქვია და ეხლაც ვიტყვი ვიდეოზე პროამერიკელია და პროევროპელია და პრორუსია და ასე რას ნიშნავს არც ამერიკას უნდა უყურო თვალებში და ხელებში არც ევროპას და არც რუსებს მოგახსენებთ არც რუსებს და არც არავის შენი თავისი მიდი უნდა ქონდეს და შენი თავის პოზიცია უნდა ქონდეს და ქართული ორიენტაცია უნდა ქონდეს და საქართველოზე და შენ ხალხზე შეყვარებული უნდა იყო რუსი იქნება ქართველი იქნება სომეხი აზერბაიჯანი თვალს შემდეგ ბატონი ბიზნესაც მე დარწმუნებული ეს ორიენტაცია რა თქმა უნდა ვინ და ბატონ ბიზნესზე ვერავინ ვერ იტყვის რომ თავის თავზე დამოკიდებული არის ნამდვილად თავის თავზე დამოკიდებულია და თავის ჭკუით და თავისი შესაძლებლობებით თუ მოხერხებულობით მან მიაღწია იმას რასაც სამწუხაროდ ვერ მიაღწიეს ბევრმა საქართველოში. ძნელი ხო ყველა მილიარდელი ხო ვერ გახდება. რატომ? შეძლებული იყოს ნეტა. დამერწმუნე, რაც მეტი მილიონერი და მილიარდელი ეყოლება ქვეყანას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისა. ბოლოში იციან მაყურებლებმა გააქტიურება ბატონო ამიტომ შემოუშვათ ბოლოზარია ეთერში 2 წუთია სულ დარჩენილი 3. გისმენთ, მოკლედ თუ შეიძლება. ბატონო ზურაბ, აი ესეთი შეკითხვა აქვს. აი ახლა გამოვიდა გუგავა. დიახ. მეორე არ უნდა გამოვიდათ ადრე. უსმინე, დიახ. იმედზე და თქვა რომ ბატონი ბიძინა უკვეთავდა ლიკვიდაციას სალვან ათელაშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციას. ნუ ახლა აფთედან ნინო გურჯანაძის თემაზეც თუ შეიძლება გააკეთეთ კომენტარი. მე ძალიან არასერიოზული განცხადება იყო, რომელიც ახასიათებთ ხოლმე ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს ჩემო ბატონო ახლა. მან თქვა რომ სააკაშვილს უკვეთავდაო და ახლა დაკვეთა თუ უნდა მე ადამიანის არ ვიცი ნუ ახლა ეგეთი ის რომ მაშინ ცოტა სხვა ხალხს უნდა დაუკვეთო და არა ქვეყნის პრეზიდენტს. არა, რა კარგი, სააკაშვილს არა გონია რა, ახლა მოდი, ნუ გამაკეთებინებთ ამაზე კომენტარს. უბრალოდ გეტყვით რომ არ მჯერა. დაამტკიცონ ბატონო. იმისი არ იყოს თოფაძეს ის ქონდაო რა ქვია. ივანიშვილი ხოდა თურქული კრედიტი ქონდაო და რასაც ქონდა თურქული კრედიტი. ერთი მითხრან რა კაცო რა. როგორ გეკადრებათ? საინტერესოა ივანიშვილი ხო მიალანძღეს ამის ზედ მეყოლე სააკაშვილი რომ კილერი იყო სააკაშვილი დაუკვეთა. ხო რა ვიცი სააკაშვილს დაუკვეთავდა კაცო დალოცული. დაუკვეთავდა სხვა საკვეთი იყო. და მეცინები. ხუმრობი რა თქმა უნდა თორე მინდა დაუკვეთავდა შეიძლება. არ უნდა გაგცინებოდა ასეთში მაგრამ დღეს მაინც ყველა ზღვას გადააჭარბეს ლეიბორისტებმა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკასთან დაკავშირებით თუმცა მე ნამდვილად ვერ ვიზიარებ ბიძინა ივანიშვილის კიდევ რაც არ უნდა გძულდეს ადამიანი რაც არ უნდა მის მოწინააღმდეგე იყო არ უნდა ილაპარაკო არ უნდა თქვა
შენ თავს არ უნდა მიცე იმის რაღაცას ვარც გადასული დაუჯერებელი მაშინ ან დადო დოკუმენტები ბატონო როგორ უკვეთავდა ბიზნე ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის ნათელაშვილის მოკლას 2 წუთია დარჩენილი გადაცემის დასრულებამდე მე და მინდა აუცილებლად გუშინაც გადაცემაში ვახტარ ყოლბაია იყო ნინო ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივანი ჩემთან სტუდიაში უნდა დასრულდეს ასეთ დაპირისპირებების დრო ბიზნე ივანიშვილი არ უკვე პოლიტიკაში და მე იმედი მაქვს რომ თქვენი სიდინჯე და თავშეკავებულობა ამ კოალიციაზე გადავა იმიტომ რომ ბევრი მათგანი არის შემჩნეული სწორედაც რომ ოპოზიციის ლანძღვაში და ივანიშვილსაც სწორედ ეს სტილია გაღებული იმიტომ რომ როგორც ნათელაშვილმა უნდა დადოს დოკუმენტი როგორ უკვეთავდა ივანიშვილი სააკაშვილის ნათელაშვილის კნელობას ისევე ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაადასტუროს რაიმე არგუმენტი ან სერიოზული დოკუმენტი დადოს იმანაც ნინო ბურჯანაძის ქმარი ნამდვილად გაუშვეს იმ მოსაზრებებით რაც ვანომას უთხრა თუ ეს ასე არ ყოფილა იმიტომ რომ შეურაცხყოფა ადგენთ ადამიანებს და ისე ჩხუბობენ ხოლმე ისე წააყრიან ერთმანეთს ოპოზიციონერები ბატონზრობ თითქოს მე ან რომელიმე კოალიციაში ერთად არ შეიყრებიან ან რაღაცა არ მოხდება და ქორწილში არ იქნებიან გასვენებაში ერთად ან არ ცხონიათ ერთმანეთს მე პირისპირ მე ახლა გულახდილად მინდა გითხრა რა თქმა უნდა ამის კომენტარებისას მე ნამდვილად არ ვიცი და რასაც იძახის ადამიანი ყველას მჯერა როცა საუბრობს ახან იძახის ადამიანი მის საფუძველი აქვს და ბუნებრივი არის ალბათ უნდა გახმაურდეს და უნდა დაუმტკიცოს მეორე მხარეს ხოლო რაც შეეხება ქალბატონ ნინოს მიმართ ჩემს პოზიციას მე გეტყვით რომ მე ქალბატონ ნინოს ერთად კოლეგები ვიყავით თავმჯდომარე იყო ჯერ კომიტეტის თავმჯდომარე მე თავმჯდომარე იყო აი ეს 9 წლის განმავლობაში და იმის მერეც არ დაგვიკარგია ურთიერთობა და ყოველთვის მქონდა მაქვს და რა ვიცი მიმაჩნია საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკოსად სასმაოდ სერიოზულ თუ ვინმე პოლიტიკოსი დღეს საქართველოში ნინო ბურჯანაძე ნამდვილად სერიოზულ პოლიტიკოსად მიმაჩნია საკმაოდ განათლებული ადამიანია საკმაოდ კვალიფიციური ის არის რა ქვია პიროვნება როგორც იურისტი ასევე პოლიტიკოსი და რაც შეეხება ახლა იმ ბრალდებას ძღოლი დააკავეს 12 წელია ბატონო ზურაბ ხო ძღოლი რატო დააკავეს ანუ ამიტომ მე მინდა უბრალოდ თხოვნა მაქვს თუ გექნებათ საშუალება თუ იქნება ამის საშუალება როგორმე მიახოდროთ ბიძინა ივანიშვილის რომ არ ღირს ოპოზიციაში მithubetes მას არ სჭირდება რა ძალიან მაღლა დგას და ძალიან დიდი წონა აქვს რომ არ სჭირდება ესეთი წვრილმან თემები დაწვრილმანება არ სჭირდება უფრო სწორად მილიარდერ პოლიტიკოსი იმაში დამერწმუნეთ რომ არც კანახი არ სჭირდება მან მესმის მაგრამ აი მე როგორც მან იცის კი რა თქმა უნდა მან იცის და მე მგონი ის სწორ გადაწყვეტილებას თუმცა ყველა ინტერვიუში რაღაც ასეთ სკანდალურს ისიც რატომღაც ესე აშუქებს ხოლმე. მაშასე მამრეწვალების ლიდერი ბატონი ზურაბ ტყემალაძე გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე გახდა ჟურნალისტი რუსი კომუნიკაციის ბატონი ზურაბ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო გულახდილი საუბრისთვის, რაც მთავარია. მე იმედი მაქვს რომ კიდევ იქნებით ჩემი გადაცემის სტუმარი. მე მომავალ სამშაბათამდე გებშვიდობებით.